სიმართლე შეიძლება იმალებოდეს ჩეხედვით კეთილშობილური ცნებებისა და სიტყვების მიღმა, რომელთანაც შეიძლება ჩვენ შეხება გვქონდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამბროს ბირსის წიგნი ეშმაკის ლექსიკონი არის ერთგვარი მცდელობა, არა მხოლოდ სააშკაროზე გამოიტანოს ის დაფარული მიზნები და ვნებები, რომელიც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს და რომელსაც შეიძლება საკუთარ თავსაც ვერ უთხრდებოდეს, არათუ საჯარო აღიარებას, არამედ ეს არის ერთგვარი მცდელობა იმისა, განსხვავებული პერსპექტივიდან დავინახოთ საკმაოდ აღიარებული ცნებები, საგანი და მოვლენები თუ სიტყვები და ასე შემდეგ. წიგნი არის შედგენილი ლექსიკონის ფორმით, სადაც ავტორი გვთავაზობს თავის ინტერპრეტაციას ამა თუ იმ სიტყვებთან დაკავშირებით და საკმაოდ ირონიულად და ცინიკურად ინტერპრეტირებს საკმაოდ აღიარებულ ცნებებს და მოვლენებს, როგორიც არის მაგალითად სიყვარული, მეგობრობა, როგორიც არის ქორწინება, მორალთან დაკავშირებული საკითხები, სულიერი საკითხები თუ უამრავი სხვა, რასაც შეიძლება ზოგადად ადამიანი წარმოადგენდეს, ან რასთანაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შეხება. და ეს წიგნი არის ერთგვარი მცდელობა განსხვავებული კუთხით, განსხვავებული პერსპექტივიდან დავინახოთ ის საკითხები, რაზეც შესაძლებელია გვქონდეს საკმაოდ სტერეოტიპული დამოკიდებულება და რის აღიარებასაც შეიძლება საკუთარ თავსაც ვერ უთხრდებოდეთ და რაღაცნაირად ვიყოთ დამყოლი საზოგადოებრივი აზრისა. სწორედ ამის წინააღმდეგ არის ეს წიგნი მიმართული და საკმაოდ საინტერესოდ, საკმაოდ გონებამახვილური იუმორით აღწერს იმ სიტყვებს, რასთანაც შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ შეხება და ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება, ზოგადად ეს ცინიკური და ირონიული დამოკიდებულება ისეთი ცნებების მიმართ, ერთ შეხედვით კეთილშობილური ცნებების მიმართ, როგორიც არის სიყვარული და მეგობრობა, რომ სიყვარული ეს რაღაცა სულიერი, დროებითი სულიერი დაავადებაა, რომელიც ან ქორწინებით იქურნება, ან იმით, რომ პაციენტი იმ გარემოებებს უნდა მოარიდოს, სადაც ეს სენი შეეყარაო, წერს ავტორი, ან რას ნიშნავს ზოგადად ქორწინება, რომ ეს არის უკანმოტოვებული პატარძლის, უკანმოტოვებული ბედნიერების პერსპექტივაო, ასე წერს ავტორი ქორწინებასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს სხვადასხვა საგანი თუ მოვლენა, მაგალითად რა არის, რას ნიშნავს ზურგი, ასეთი განმარტება აქვს ავტორს, რომ ეს არის ადამიანის მეგობრის ის ნაწილი, რომლის ცქერითაც შეგიძლიათ დატკბეროთ მაშინ, როდესაც გიჭირსო. ესეთი ირონიული დამოკიდებულება აქვს ზოგადად ცნებასთან, როგორც არის მეგობრობა და საკმაოდ ტევადი და ინფორმატიული წიგნია იმ გაგებით, რომ უამრავ საკითხზე, უამრავ ცნებაზე, პრაქტიკულად ალბათ ყველაფერზე, რასაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შეხება, არის ავტორის საკმაოდ გონებამახვილური, იუმორით გაჯერებული, ცინიკური აღწერა და ინტერპრეტაცია, თუმცა არის ასევე საკმაოდ მკაცრი და შიშველი სიმართლე, რომელსაც შეიძლება საკუთარ თავსაც ვერ უთხრდებოდეთ, რომლის აღიარებასაც არათუ საჯაროდ ამის განხილვა მით უმეტეს შეიძლება იყოს ძალიან უხერხული ჩვენთვის. მოკლედ ეს არის შესანიშნავი წიგნი იმისთვის, რომ თვითრეფლექსია მოახდინოს ადამიანმა, ჩამოყალიბდეს საკუთარ დამოკიდებულებებს, წარმოდგენებს და შეხედულებებს ამა თუ იმ სიტყვების, ცნებების, საგნებისა და მოვლენების მიმართ. საკმაოდ საინტერესო წიგნია, ამიტომ ყველას გირჩევთ, ვისაც არა გაქვთ წაკითხული და ვთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ან დააკომენტაროთ ვიდეო თუ მოგწონთ წიგნების განხილვის ჩემური ვერსია.